აი რაზე იგრძნობა. გამარჯობათ. გეუბნებით მორიგი ვიდეოთი და ისევ ტრექსზე მოვედით. წინა ვიდეოც ტრექსზე ქონდა და დღესაც ტრექსზე ვარ. დღეს ყავს G90 M5. ჰიბრიდი M5-ია, სულ ახალი 2027 წლიანი. დაგათვალიერებინებ და მე ტრექსზე შევარდებით და განახებთ რა შეუძლია და გადმოგცემთ ჩემ ემოციას. სანამ ტრექსზე შევარდებით, 1.5 საათი გვაქვს დაგათვალიერებინებ მანქანას. შევხედოთ და მე თქვენ დააკომენტარებთ, მოგწონთ არ მოგწონთ. 2025 წელს დაიწყო ამ მოდელის გამოშვება. ჩვენი ეს ვერსია არის 2027 წლიანი. ძველი F90-თან შედარებით უფრო გაბერილი არის და უფრო დიდი ჩანს რა. მთლიანად ქარხნული მანქანაა, არაფერი შეცვლილი არ აქვს. ქარხნულად ჰიბრიდთან ერთად აქვს 727 ცხენის ძალა და აი მართლა ძალიან სწრაფია რა ეს მანქანა. ზოგს როგონია აი ძალიან მძიმეა და GPU-ით დადის, აი ეგრე საერთოდ არ არის რა, რომ დაждები. ნახავ რომ არ იგრძნობა რა ამ მანქანაში ეს სიმძიმე რა. როგორც გითხარით 727 ცხენის ძალა აქვს და 1000-ზე მეტი ნიუტონი. ესე ერთი შეხედვით კი გავს ძველ S63 F90-ის ძრავს, მაგრამ თურმე ეს ყოფილა S68 განსხვავებული ძრავია რა. ეს ერთი შეხედვით იგივე ჩანს, მაგრამ წეგან რომ მოვდიოდით გავტესტეთ 100-200 დადის 69-ში. თან ორი კაცი ვიჯექით, რავი მარტო შეიძლება უფრო დაბალშიც იაროს. აი თლიანად სულ ქარხნული მანქანაა, არაფერი არაა შეცვლილი, даже ფილტრებიც ქარხნული აყენია. სულ რაღაც 6000 კილომეტრია გავლილი მანქანას. 402 მეტრს დადეს 11 წამში და 0 და 100 დადეს სადღაც 3-დან 3.5-მდე რა. მაგარი სწრაფი მანქანაა. даже შეიძლება ითქვას, რომ სტოკ F90-ზე სწრაფიც არის. შეიძლება კი ითქვას კი არა, ეგრეც არის. სტოკ F90 მე მგონი 100-200 6-ებში ვერ დადის სტოკზე. შევარდებით ტრექსზე და ნახავთ როგორ ივლის რა წრეზე. ინტერიერიც საკმაოდ თანამედროვე აქვს ამ მანქანას. ჯერ ხო ყველაფერი სულ ახალია რა. ყველაფერი არის კარბონში, თან განსხვავებული კარბონი აქვს. ახალი კარბონია რა. როგორც ძველ მანქანებს ჰქონდათ ხოლმე, ეგეთი არ არის. განათებები აქვს ყველგან, კარებებში, წინ და ერთი დიდი ეკრანი რა. ახალ BMW-ებს ყველას ეკრანებს. რაც ყველაზე მთავარია, M1 და M2-ის კნოპკა. მეტი რა უნდა გჭირდებოდეს M5-ში. ჩვენ აქ ტრექსზე ვიგაზავებთ და მე იქითკენ რაღაც კიდე გაზაობები ხდება, იქითკენაც გადავინაცვლებთ. და მოკლედ დღეს ტრექსზე ვატარებთ რა. ამაზე კაი რა უნდა ვაკეთოთ. მანუალში იყოს ხო? თუ ესე იყოს. გასახურებლად შემოვედით პროსტა ვიგრძნოთ რა როგორ დადის მანქანა და მოკლედ სანამ ვერ გაატარებ ვერ მიხვდები რა როგორ დადის, იმიტომ რომ ისეთი მძიმე არის. გეგონება მართლა რომ აი ვერ დადის, მაგრამ ეხლა მგონია რომ ჩაულებრივ აი რავი F90 M5-ს ატარებ. F90-ს იმიტომ ვამბობ რომ ამაზე რავი 1000 კილოთი სულუქია. საწევს 180 200 ადრე ვაჩერებ. საერთოდ არ მოველოდებოდი ესე თუ ივლიდა რა. ძალიან დიდი მანქანა ხო არის, მაგრამ ისე შედის კუთხეებში, რომ რავი, ბოლომდე ვერც ვადგავ აი. თან ძალიან სწრაფია. თორკი ძალიან ბევრი აქვს და აი ოდნავ თუ მომიხვდა პედალზე, ეგრევე გვერდულად დგება. 4-ვე წამყვანზე მიყენია და მაინც
ჩვენმა G90-ის ტრექსზე გატესტვამ დიდი ხანს ვერ გასტანა, იმიტომ რომ აი ხელში მიჭერია Continental. არა, ბოდიში Continental არა, P0-ებია, პირელები არის. პროებს დედა მოეტანა, რასაც ქვია. რო ამბობდი რომ აი ძიმე მანქანა, მაგრამ არ იგრძნობა. აი რაზე იგრძნობა? ძიმე მანქანას არ მოსწონს გვერდულად სიარული და სრიალი. მედია სახლამდე რამენერად ჩავაღწევთ. ამ ორი ლაპიდან იმის დასკვნა გამოვიტანო, მანქანა არ იგრძნობა რომ ძიმეა, მაგრამ უნდა გახსოვდეს რომ ძიმეა რა. მაგრა გაასწორა რა. მომეწონა როგორც დადიოდა, ბოლომდე შეგიძლია გაწურო მანქანა და არც მოგიქნევს და არც არაფერი გისავს. ეს უბრალოდ მე ვისულელე და რაღაც დებილობები გავაკეთე და მაგიტომაც დავბზრიალდი 1-2 და აი დაბზრიალების შედეგიც რა. წავიდეთ ახლა იქითკენ ტრაგებს ვუყიდეთ. Events ქვია no prep-ი, ძალიან სწრაფი მანქანები გამოდიან, აი 1000 ხენიანი შეიძლება ყველაზე ნელი იყოს რა. ერთი ჩვენი ნაცნობის გამოდის, შეიძლება გახსოვდეთ ხაჩიკა ქვია, ბრიულე, მაგრამ შეიძლება ხო იმენა პიზდეცია. Twin Turbo R8 ყავს Audi და ეგეც მაგარი სწრაფია. არ გამოჩნდა წესიერი მანქანა. ხაჩიკა გამოდის თავისი Twin Turbo R8-ით. აი იქ არის F90 M4 რა თქმა უნდა გაკეთებული. რამდენი იბუქსავა ადგილიდან, მაგრამ მაინც დაეწია და გაასწრო F90-ს. სივიკები არანაკლებ დადიან იმ R8-თან, ძალიან სწრაფები არის, 1000 ხენზე ყავთ, თან 4-ვე ვიდუშია, ნუ ესენი არა, მაგრამ სხვა სივიკები რა, ძალიან სწრაფად დადიან. ხაჩიკა უდგება გაკეთებულ S63-ს, მაგრამ აი ისეთი შეჯიბრებაა, აი როგორ გითხრათ, 300 ხენია ხო, 300 ხენიანი მანქანა 1000 ხენიანს რო დაუყენო. იმან მოიგო, იმიტომ რომ Mercedes-მა ადრე დასტარტა. ადრე რო სტარტავ, ავტომატურად იგებს მეორე. როგორც დაინახეთ, ადრე დაუსტარტე E-კლასმა და მაინც გაასწრო ხაჩიკამ. ძალიან სწრაფია ეს Twin Turbo R8. ძალიან ბევრი გონკები ხდება, მაგრამ იგივენაირი მანქანები გამოდიან და ნუ რა თქმა უნდა ფულზე არის ეს გაზაობა. ბოლოში $1500 იგებენ თუ რაღაც, სხვადასხვა კლასებია რა. კაი ხანია უკვე უყურებთ, რამოდენიმე საათია და
ახლა მემდე გრძელდება ეს გონკები რა. ეხლა დგებიან მუსტანგი და სივიკი. ესეთ სივიკებზე მქონდა წეღან ლაპარაკი, რომ თქვენც დაინახეთ რა სტრაფი იყო ეს კვარტერ მაილ, სადღაც დაბალ 8 წამში, აი ჩვეულებრივად დადის. Сейчас вот тут кран. Просто когда будешь кран, вот это открыто. Когда будет полностью, закроешь. Окей. Пиздец, он горячий, это пизда. That's it. Блядь. Как раз. Обычно товары доходят, но для того, чтобы машину ეს იყო 3000 ცხენის ძალიანი Fox Body Mustang. რაუდევს, არ ვიცი, მაგრამ ეგ იყო. ხაჩიკა ერთხელაც უნდა გამოვიდეს, ფინალი აქვს მოკლედ, გადაწყდება ახლა მოიგებს $1500 თუ არა. ამასაც უყურებთ და ჩვენც გავგაზავთ, იმიტომ რომ უკვე 11 საათია. მოიგო ხაშიკამ $1500. მორჩა გონკაობა, ეს იყო ფინალი. ხაჩიკა მოიგო თავისი twin turbo R8-ით, Audi-ით. ბოლო მაპზე აუწევია მოკლედ და ძალიან მაგრათა წიარა. ეს დიდი ტრაქები ნელი არ გეგონოთ. მინიმუმ 1500 ცხენი აქვს. 2000 რაღაცა მაგ. ნაიტროზე და 2000 ცხენი ყოფილა და პლუს ნიტრო ქონია. მოკლედ ჩვენ წავედით და იმედია სახლამდე უსაფრთხოდ მივალთ რა და ეს საბურავები გაძლებს რამენაირად. აბა ჰეთ, სტაბ ჰოთ.